როგორ მართოთ 21 საუკუნის სენის სიმსუქნე. საქართველოსა და ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციების მიერ თბილისში ამ თემაზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად სიმსუქნე დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის. მსოფლიოს მასშტაბით სიმსუქნი დაავადებულთა რიცხვის შემაშფოთებელი ზრდა აღინიშნება. რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, როგორი არის მომდევნო 10 წლის პროგნოზი და რა შედეგებამდე მივყავართ სიმსუქნის პრობლემას. კონფერენციის ფარგლებში ამ თემაზე მოხსენება ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტმა გააკეთა. ბოლო 40 წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვმა მსოფლიოში. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 40%-ს აწუხებს ჭარბი წონა. სიმსუქნე პრობლემაა ევროპის ქვეყნებისთვისაც. სიმსუქნეს მივყავართ ისეთ შედეგებამდე, როგორიც არის დიაბეტი. დღევანდელი მონაცემებით დიაბეტის განვითარების რისკი მსოფლიო მოსახლეობის 25%-ს აქვს. რთულია პრევენციაზე საუბარი. იმისთვის, რომ დავძლიოთ სიმსუქნის პრობლემა, უარი უნდა ვთქვათ გაზირებულ სასმელებზე, მაღალკალორიულ საკვებზე და ვივარჯიშოთ ყოველდღიურად. ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება ერთადერთი პრევენციული საშუალებაა ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სიმსუქნის პრობლემასთან გამკლავება დიდ შემთხვევაში კვებასთან ერთად მედიკამენტების საშუალებით ხდება. My task today in Tbilisi is to speak about როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს წონის კორექციას, კვებით და ვარჯიშით, აუცილებელი ხდება მედიკამენტების ჩარევა. კოლეგებს გაუზიარეთ ჩემი გამოცდილება, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტურია ასეთი მეთოდით მკურნალობა. შარშან ევროპის სიმსუქნის შემსწავლელმა ასოციაციამ გამოაქვეყნა 7 ევროპული ქალაქის გამოკითხვის შედეგები. ამ მონაცემებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ვერ აფასებს სწორად საკუთარ წონას. აქვს მწირი ინფორმაცია და ცოდნა სიმსუქნის შესაძლო შედეგების შესახებ.